ქართულ ცეკვავს სულოელვის ასე ჰქვია თენგიზ ურთმენიძის პერსონალურ გამოფენას, რომელიც ნინო ერამიშვილისა და ილიკო სუხიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის 60-მეათე წლის თავს ეძღვნება. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი 150-მდე ფოტოსურათი, რომლებიც ქართული ცეკვის აკადემიური ანსამბლის გასული საუკუნის 60-70-იანი წლების მატიანეს ასახავს. დამთვალიერებელს ფოტოებთან ერთად მხატვარ სულიკო ვირსელაძის მიერ ანსამბლისთვის შექმნილი ქართული კოსტიუმების დათვალიერების შესაძლებლობაც ექნებათ. გამოფენა 26 ნოემბრამდე გაგრძელდება. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი მასპინძლობს რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის, ჟურნალისტის და საზოგადო მოღვაწის თენგიზ ურთმენიძის ნამუშევრების ფოტოგამოფენას. გარდა ამისა, წარმოდგენილია სულიკო ვირსელაძის ესკიზებით შექმნილი კოსტიუმები. მე მგონია ძალიან საინტერესო გამოფენა გაგრძელდება 26 ნოემბრამდე. ეძღვნება ლეგენდარულ ანსამბლს სუხიშვილებს, სადაც მე საბედნიეროდ ცეკვავდი 17 წელი. და შეიქმნა ეს არის გასული საუკუნის 60-იანი წლების ფოტოქრონიკა, ასე ვთქვათ, რომელსაც ნინო ერამიშვილმა ოქროს ხანა უწოდა.